Დაგვირდით ამ ქალბატონს ხელის სურგზე რაღაც ცისტის მაგვარი აქვს. ეს ადამიანები კი ამ ცისტას რაღაცის დარტყმით ხეთქავენ, რაც ჩემი აზრით არც თუ ისე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ამ პრობლემის მოგვარების. ეს განგლიონის ცისტაა, მე კი შემდეგ ვიდეოში მოგვიყვებით ზუსტად როგორ ვითარდება ის. ზუსტად რატომ ვითარდება განგლიონის ცისტა არავინ იცის, თუმცა ისინი ძირითადად მყესების გასწვრივ ან მაჯის სახსრის რეგიონში ვითარდება. ეს ცისტა უშუალოდ ფორმირდება ამ შემთხვევაში სასახსრე ჩანთისგან და შიგნითაც შეიცავს სინოვიურ სითხეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ლოკალური გაღიზიანების შედეგი, რადგან იზრდება ამ სინოვიური სითხის სინთეზი და გაზრდილი რაოდენობა და მოცულობა ამ სინოვიური სითხის იწვევს მსგავსი ცისტის ჩამოყალიბებას. მისი საბოლოო მკურნალობა კი რა თქმა უნდა ქირურგიულია, ხდება კანის გახსნა, უშუალოდ ამ ცისტის ქსოვილის მობილიზება და მისი თავისივე ფეხიანად მოცილება, რათა მოხდეს რეციდივის რისკის შემცირება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს თუ ეს ცისტა არ აწუხებს და მხოლოდ ვიზუალურად ხედავს ამ ყველაფერს და მოძრაობაში ხელს არ უშლის, შეიძლება არც კი მოხდეს მისი თერაპია და დარჩეს იქამდე, სანამ უშუალოდ არ შეუქმნის პრობლემებს.